ქალბატონო აიდან ბატონი ალტექინის დარჩენილი ტანის ამოსიც მოვიტანე. წითელი შარვალიც აქ არის. სპორტულ ლეგინსებსაც თუ ავიღებთ? კარგად. ქალბატონო აიდან, კარგად ხართ? მისი ტანსაცმლის დაწვეს იმ ალტექინს ვანახებ. იმედია ბატონი ალტექინი თავად არ ჩააგდეთ აქ. ძალიან მალე. ნახავს როგორ უნდა ქალბატონო ონურთან ვარჯიში. ქალბატონო აიდან ყველაფერი მესმის, მაგრამ თქვენ რაღაცომ ცეკვავთ. ყველა ქალის ნაცვლად ცეკვავ, ვისაც უღალატეს. ქალბატონო აიდან რა ღალატი ნოაზვიადებთ, ასე არ არის. რას ქვია ვაზვიადებ? ამ ხალაკაცი რატომღაც ამ ლეგინსებს ატარებს და ის არ აზვიადებს. ყველაფერს გამოხედვით ხვდები, თვალები უთამაშებს. იმედია ამ კვამლისგან არ დავიხჩობით. ძალიან კარგად დაიწვებიან ლეგინსები. დაიწვით შარვლებო, დაიწვით. შემდეგი ლეგინსებია. აღფრთოვანებული ვარ იმ სითბოთი, რომელსაც წითელი შარვალი ასხივებს. ლეილა. ბატონო სერგან, ლეილა სათხარ. მუშაობდი. სტუმრები მოვიდნენ, შეგიძლია მიხედო. ცხადია, ახლავე. საით. ლონდონთან დაკავშირებული თათბირია. წარსულთან დაკავშირებით რაღაც პრობლემებია, ყველაფერი არ უთქვამთ ჩემთვის, მაგრამ ეთყობა სერგანს არ უნდა მონაწილეობა რომ მივიღოთ, სელინ. ასე როგორ შეიძლება? ჩვენც ამ კომპანიის პარტნიორები ვართ. თანაც შენ ეკონტაქტები კლიენტებს. დიახ, შენ მოიყვანე კლიენტები და შენვე შეგიძლია წაიყვანო. ომასეა. ამას არ გავაკეთებ. სენის ჯობს არ მივიღოთ თათბირში მონაწილეობა. ისე იყოს როგორც სერგანი ამბობს. ეგ როგორ? კარგი ნოწელა. ნათელია რომ წარსულზეა საუბარი. პერიოდი როცა ბატონი ალტექინი მუშაობდა. ასე რომ გავაგრძელებთ. კარგი წარმატებები. მესმის ეფეს რომ არეუბნები, მაგრამ მე რატომ არ მიყვები? იმიტომ რომ აუცილებელი არ არის სელინ. აღარ გააგრძელა. ფერით. ბატონო. რა მოხდა წარსულში? სელინი 18 წლის წინ მოხდა, როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყავი. რისი გაგება გაინტერესებს? ის რაც სერგანმა იცის. მაშინ სერგანს კითხე. მე ნუ მისვა მომკითხავს. კარგი, მე ვნახავ. მერე რა, არ მიგიწვიოს თათბირზე, დაივიწყე. რატომ ფიქრობ ამაზე? სათხართ ყველგან გეძებდით. აქ ვართ. მელეკ. გისმენთ ქალბატონო სელინ. მე გავალ ცოტა სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ. ბოლო დროს სული მეხუთება ოფისში. კარგი ქალბატონო სელინ. მე მიმანიშნებს რაღაცაზე. შენ რა შუაში ხარ ძვირფასო? რატომ უნდა მიგანიშნოს? დაივიწყე სხვები. მიდი მოყევი. დიდი თაიგული გამოგიგზავნეს. თუ ასია ვისგან არის? ერთი წუთი. შენი გაცნობა მინდა. გოგონია სულელი ვარ? მელო, გოგონია ჩვენი მაღაზიის თაიგულს ვერ ვიცნობდი? რა ჩაიფიქრე თქვი? მინდა ისე გავაკეთო რომ სერგან ბოლოთი გაგიჟდეს. სხვა რა უნდა მინდოდეს? მითხარი ნახა თუ არა თაიგული? ნახა და მითხრა რომ ყვავილები მომეშორებინენ რომ ალერგიას აძლევენ. რა? დარწმუნებული ვარ ალერგიას აძლევენ. კარგია ჩვენ მაგეგმა მიმუშავა, ეჭვიანობს. მას მერე რაც ყვავილები ნახა შეხვედრა უნდა. ამბობს რომ დალაპარაკება და რაღაცის მოყოლა უნდა. კიდევ რაღაც არის. საუბარს ახსენებს, ბევრი რამ მითხრა. და რატომ უნდა შეხვედრა? იქნებ? მაგალითად ეგ სერგან ბოლოთი ჯერ კიდევ შეყვარებულია შენზე. არა. ასე იმიტომ იქცევა რომ სხვების აზრი ადარდებს. მას უნდა რომ მეც სელინივით მთელი ცხოვრება მიყვარდეს ის. რაზე უნდა ილაპარაკოთ? არ ვიცი. თათბირის მერე ვილაპარაკებთ. მოვა დამელაპარაკება, დამაბნევს, წონასწორობას დამირღვევს. ისედაც ძლივს უმკლავდები, არ მინდა მისი ნახვა. თანაც არ წავალ შეხვედრაზე. რა? არა, არ ვნახავ. მე წავედი. სად მიდიხარ? სახლიდან ვიმუშავებ. თუ მეკითხავენ უთხრით რომ საქმე გამომიჩნდა. სერიოზულად მიდით დროებით. არანორმალურია ეს გოგო. მისმინე, დაიმახსოვრე რომ პირველივე დღეს თქვი და უკანასკნელად. სერგან ბოლოთი პირველივე დღიდან არის მასზე შეყვარებული.
ნუ მაიძულებთ ანტენები ამოვიღო, რომლებიც სიყვარულის სიგნალებს იჭერენ. მეგობრებო, Art Life-ის ყველა თანამშრომელს თათბირზე ველოდები. საერთო შეფასებას შევატარებთ. ეფე, შეიძლება მუშაობა სახლიდან გავაგრძელო. ეს პრობლემა შეგიქმნის? ცხადია არა. მადლობა. FM აპატია, მაგრამ მხოლოდ კომპანია Art Life-ის თანამშრომლები. ვიცი. მხოლოდ კომპანია Art Life-ის თანამშრომლები. არქიტექტურა ამ კომპანიის ნაწილია. უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს, წარმატებები. ქალბატონო სელინ, დამიძახეთ? ლეილა, შეგიძლია მომიღო ყველა საქმე, რომელიც 2002 წელს შეასრულა კომპანიამ. ყველა. ისინი, რომლებიც პარტნიორებთან ერთად განხორციელდა და ისინი, რომლებიც ხვებს გადაეცათ. კარგი, გავდივარ, შემატყობინე, როცა მოამზადებ. დიახ, მადლობა. გამარჯობა. თათბირში მონაწილეობას არ ვიღებ. დიახ, მათ არის ორეს. რადგან ასე განეხილავენ, ესე იგი ყველაფერი სერიოზულად არის. აუცილებლად გავიგებ და შეგატყობინებთ. კარგი. როგორც უკვე გითხარით, ბევრი პროექტი შევასრულეთ, მაგრამ არანაირი კავშირი არ გვაქვს იმ პროექტთან, სადაც კედელი ჩამოინგრა. ეს პროექტი თქვენ არ გეკუთვნოდათ? თავიდან ასე გითხრეს. ჩვენი სახელი გამოიყენეს საქმე რომ მიიღოთ. ამ პროექტთან კავშირი არ გვაქვს, მათ უჩივლო სასამართლოში, ჩვენ კი არა. ამ კომპანიასთან თქვენი თანამშრომლობა შევისწავლეთ. ნათელია რომ მსხვილი თანხაა გადმორიცხული. საუბარია თანხაზე, რომელიც სასამართლოზე კომპენსაციად იყო მოხსენიებული. კომპანიის ფლობელს შეეძლო ამ ფულის გადარისხვა ოჯახებისთვის. რამეზე მიმანიშნებთ? ბატონებო, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ. მე მელაპარაკებით. ყველა პროექტი, რომელსაც მე მხელმძღვანელობდი, სუფთაა. თანაც არავისთან არ გადამირიცხავს ფული. და არც არავის მივცემ ამის უფლებას. მისმინეთ, ბატონ ემრეს და მის მეუღლეს ჩვენთან თანამშრომლობა თუ არ უნდათ გავიგებ, მაგრამ გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება ჩვენ საქმეებს რომ მივხედოთ. ბატონო სერგან, თქვენ მშვენივრად იცით, რომ ყველა ჩვენ გვადევნებს თვალს. ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. იურიდიული თვალსაზრისით არანაირი დაბრკოლება არ არის ჩვენ საქმეში. მოკლედ პროექტი თქვენია. ჩვენი საქმიანი ურთიერთობა უსიამოვნო მომენტით დაიწყო. იმედია ასე აღარ გაგრძელდება. კარგი მაშინ. მადლობა. გთხოვთ, კარგად იყავით. კარგად. ბატონ ემრეს და გალბატონ ასლეს მოკითხვა გადაეცით და არიღალონ პროექტზე. არი დარდონ. გადავცემ. ეგ დიდი ხნის წინ მოხდა, თქვენთან არაფერ შეაკავშირში. არასწორად არ გაგვიგოთ. რას ამბობთ? გთხოვთ. ბატონო ალთექიმ, როგორ ხართ? მეგონა წახვედით. კარგად ვარ, FM. შენ როგორ ხარ? კარგად. შეიძლება ითქვას, რომ რთული პერიოდია. FM, სერგან. რაღაც უნდა განმეხილა შენთან, მაგრამ ვფიქრობ, თქვენი საუბარი უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ მარტო დაგტოვებთ, გთხოვთ. ბიჯაკი. იყოს მაინც მალე უნდა მოვიდა. მართალია.
როგორც ჩანს მოგიშვა. უპრობლემოდ გამომკლავდით, ამიტომ მომეშვა. მართლა ვერ ვიჯერებ ეს რომ გააკეთე. ასე უტიფრად მოიტყუე. საინტერესოა. თითქოს არ დამალე შენეკავშირე იმ კომპანიასთან, რომელიც აშენებდა. აბა რა უნდა მექნა? მეგონა პასუხისმგებლობას აიღებდი. კარგი, წავიდეთ. ხომ თქვი რომ არ მოხვიდოდი, საქმეები გქონდა. დიახ, მქონდა, მაგრამ არ შეიძლებოდა არ მოვსულიყავი. არ გაბედო, მოხდა რამე. სერგანმა უთხრა ედას რამე. ედამ ალბათ რაღაც უპასუხა. მოიცადე და უაიფერ, არაფერი მომხდარა. შენ გეხება, კარგი ამბავია. ლამის გავგიჟდი. მე მეხება? რა მოხდა? ვერ გავიგე. რა შეიძლებოდა მომხდარიყო? რას მალავიქ? რა არის? სოციალურ ქსელში ცნობილი გახდი. ცნობილი? ხო, ცნობილი? რას ამბობ? დიახ. ფერეთის დეიდეს კერძები ხომ გაუგზავნე? ყველა მათგანი ხილავს. ნახე. მე ვერაფერი გავიგე, რა არის ეს? იმ ცნობილ წვეულებაზე, რომელიც ფერეთის დეიდამ გამართა, ბევრი ინფლუენსერი იყო. ყველა შენს კერძებზე საუბრობდა. პიპი გესმის, რომ თურქულად არ საუბრობს საყვარელო. კარგი. ანუ ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბევრი გამომწერი ჰყავთ, იმ წვეულებაზე იყვნენ და ყველა შენს კერძებს აქებდა. ეგ როგორ? მე? ცნობილი გავხდი? ახლა ცნობილებში ვარ ლიდერი. დიახ. და უაიფერ, ბევრი ფულის გამომუშავება შეძლებ, ვიდეოც კი დადეს. გოგო გაგიჟდი? რა გამეგება ამაში? მათ მთხოვეს მეც გავაკეთე. მე ფლორისტი ვარ და ვერ ვერკვევი ინფლუენსერებში. ხომ ამბობ ხოლმე, როცა ხალხს განიხილავენ და უაიფერ. გაბრაზდა. მოდი პროფილი შევქმნათ ჩვენთვის. ბანკის ანგარიში? სოციალური ქსელის პროფილი და უაიფერ. კარგი, მაგრამ ჩემი სახელი არ დაწერო. არ მიყვარს ასეთები. იყო სტარ ვარსკვლავი. სტარი წავა. იქნებ მე მომანდო ეგ საქმე. შენ? ოღონდ რამე ნორმალური შევქმნათ. არიღალო, ამაზე უკეთესი იქნება. ნახე. ეს ხომ ჩემი კერძებია. ყველა დაუდიათ. რისი გაკეთება გინდა? რაზე ფიქრობ? პრესას უნდა უხსნათ ყველაფერი. პრესას? ძმო ვერ შეამჩნე, როგორი გვაქვს. ძლევს მოგვიბოდიშა. გეგონია პრესას რამეს აუხსნეს? მომისმენე, სხვანაირად არ წავა. პრესას უნდა აუხსნას თავისი შეცდომა. თუ არა უხსნის ეს შეცდომა, სამუდამოდ ჩვენ მოგვეწერება. უნდა მოვიშოროთ, ეს გასაგებია? გესმის არა? რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს. ეს ყველაზე სწრაფი გამოსავალია. კარგი ძმაო, როგორ დავთანხმდებით პრესას რომ აუხსნას? გამოსავალს ვიპოვით. ედა ხომ არ გინახავს? არა, რატომ მეკითხები? უთხოვე დამლოდებოდა, ის კი წავიდა. მართლა ვერ ვიჯერებ რომ ეს გააკეთე. ასე უტიფრად მოიტყუე. საინტერესოა. თითქოს არ დამალე შენთან კავშირი იმ კომპანიასთან, რომელიც აშენებდა. ედა არ მპასუხობს, გავგიჟდები. მიპასუხე. ედა მისვენე. გითხოვე დამლოდებოდი, შენ კი არ ხარ. თქო, შემდეგზე ჩემს ზარს უპასუხე. სელენი რეგას. გისმენ სელენ. სერგან, ქალაქში ვარ. შეგვიძლია შევხვდეთ. რა მოხდა? მოხდა რამე? იმ თათბირზე მინდა დაგელაპარაკო, რომელზეც არ ვიყავი. იქნებ შედეგები მაინც მიამბო. ლონდონის საქმე მივიღეთ, სულ ეგ არის რაც უნდა იცოდე. იქნებ ნახევარი საათით ადრე შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. საქმე მაქვს, არ შემიძლია. კარგი დროებით. კარგი ენგინე, საქმე შენზე ორგანიზება გაუწია. ეს საქმე მოვაგვაროთ, რომ წავიდეს, კარგი? ენგინე, საქმე შენზეა. როგორ უნდა დავითანხმო? აიდან შეგიძლია დაждე, გთხოვ.
გონგითხარი რომ ყველაფერი მომაგვარე. ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ედა ვერაფერს გაიგებს. ის ხალხი დავარწმუნა რომ ამასთან კავშირში არ ვართ. ანუ არანაირი პრობლემა აღარ არის? იქ საქმე მოგვცეს. სხვა რა უნდა იყოს. კარგი. შვიდად ვარ. სერკანზე და ედაზე ვკონცენტრირდები. ახლა მხოლოდ ამით უნდა დავკავდე. აიდან. იქნება რჩევერიოთ სერკანის და ედას ურთიერთობაში. ფიქრობ ამას ცუდად მიიღებენ. გასაგებია. რაც არ უნდა ვთქვა, მაინც შენებურად მოიქცევი. სად წახვედი? უნდა ვივარჯიშო. დღევანდელი ვარჯიში თათბირის გამო გამოტოვე. ხო და ახლა ვივარჯიშებ. ახლაც კი ამაზე ფიქრობ ალთაკინ. მართლა წარმოუდგენელი ადამიანია. სეიფი. ძალიან დაძაბული ხარ, ტყავა. შეეშვიყავას. აქ მოდი. გეგმა გვჭირდება. რა გეგმა? როგორ შევარიგოთ სერკანი და ედა? ნატალია რომ სერკანს ედა უყვარს. ედამ უნდა გაიგოს სერკანის გრძნობების შესახებ. თქვენგან ამის მოსმენა? კამერების ად არის, ხუმრობთ არა? სერიოზულად. არ ხუმრობთ? და მას როგორ გავაკეთებთ? ედას ფონდის ვახშამზე დავპატიჟებ. რა უნდა ქალბატონ ედას ფონდში? არ მოვა ფონდში. მოვა, ვეტყვი რომ მის გარეშე არ შემიძლია გარეთ გასვლა. ვეტყვი რომ საქმეები მაქვს ფონდში და დახმარებას ვითხოვ. ედამ უნდა გაიგოს სერკანის გრძნობების შესახებ. ყველაფერს ვეტყვი შეპარვით. როცა ორი ქალი ერთ მხარეს არის, არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ვერ გააკეთებენ. და რომ ვერ მოვიდეს საქმეების გამო? მაგას მოვაგვარებ, არ იღალო. და სერკანი არ გაბრაზდება იმის გამო, რომ ის საქმეებში ვერავით. სერკანი არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ ტოსტების პურს ქერქს აცლის. მაგრამ ძალიან სასიამოვნო საქციელი იყო. მე მოვაგვარებ. მე ისიც კი არ მყავს, ვინც ტოსტის პურს ქერქს მოაცლიდა. კიდევ დიდხანს მოგიწევს ლოდინი. ეფე, მისმენე ძმაო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჰოლდინგის პარტნიორი ხარ, შენმა საქციელმა ყველას გვევნა. აღიარე უკვე. ენგინ შეცდომა არასდროს არ დაგიშვიათ. დაგვიშვია ძმაო, ცხადია, დაგვიშვია. მაგრამ ყველანი პასუხისმგებლობას ვიღებდით საკუთარ თავზე და ჩვენი შეცდომის გამო ბოდის ვიხდიდით. შენც ასე უნდა მოიქცე. რაც შეიძლება მალე უნდა გახვიდე პრესასთან და მთელი თურქეთის წინაშე ბოდიში უნდა მოიხატო ძმაო. როგორც ჩანს, არ არის საკმარისი. თქვენ რომ გთხოვეთ პატიება. მისმენე ძმაო, ასე თუ არ მოიქცევი კომპანიის ყველა თანამშრომელი, ცუდად მოგიქცევა. ვერ იპოვი აქ ადამიანს, რომელიც შენ საქმეს გააკეთებს. შენი თვალით ნახე მათი სახის გამომეტყველება. მას მერე რაც ყველაფერი უთხარი. და მაინც, როგორც შენ გინდა. დაუაიფერ, უკვე 50,000-ია. როგორ დაგიკავშირდებიან ადამიანები? შენი მეილი და სურათი უნდა დავდოთ. გაგიჟდი? რა ვქნა 50,000 ადამიანი ერთდროულად თუ მომწარს? ასე არ ხდება, ხომ აგიხსენი დაუაიფერ? ღმერთო, 50,000. ეს რა არის? 50,000. რას აკეთებს 50,000? მელო ერდემი რამეს ხლართავს? მაგალითად რას? რაღაცას ბეჭედთან დაკავშირებით. რას ნიშნავს ბეჭედთან დაკავშირებით? თავის გვერდზე ბეჭდის სურათი დადო და დააწერა ჩემი სიბნელის დედოფალს. რას ხლართავს? მე რა ვიცი? იქნებ ბეჭედი ყიყიდა. არ ვიცი მელო. ჩემს წინ არიან. საქმეებს მოვჩები და შენს გამო ამ საქმეზე ვკონცენტრირდები. კარგი. სალამი, მოგესალმებით. რა მოხდა ბიბი? მამა შეხედე. რას ხლართავს? არ ვიცი, მაგრამ მაშინებს. შენ ხომ არ იცი? მამი და შენი ცნობილი გახდა. ნახე.
რას ნიშნავს ეს? ერთი წუთი. მამი და შენი ცნობილი არ ყოფილა და ეგეც გახდა. როდის მოხდა ეს? 50,000-მა ადამიანმა გამომიწერა. წარმოგიდგენია? თქვით, თქვენი გამომწერების ფონზე ბლოგერი გავხდი. ო, ედა, ყველგან გეძებთან უნდა ვილაპარაკოთ. იცოდე, ორანჟერიაში მოვდივარ. კარგი? ამდენი გამომწერი რომელს გყავთ? შენ 300, შენ კი 250 თუ რაღაც. მე კი 50,000. ისე კარგი იქნებოდა სახელს თუ შევცვლიდით. რა სახელია? სტარი, ანუ ვარსკვლავი. მაპატიეთ, გადარეული ქალბატონია. გისმენთ ქალბატონო აიდან? არა, არ შემიძლია მოსვლა. მაპატიეთ. მოხვალე და რამე გამოსავალს იპოვი. მართლა ვერ მოვალ. რა უნდა ვაკეთო თქვენთან ერთად რაღაც ფონდში? მაგრამ მე დაუშენოთ გარეთ ხომ ვერ გავდივარ. ეგ ფონდი ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა გოგოებს ვეხმარებით, რომლებსაც განათლების მიღება ესაჭიროებათ. კარგი, წამოგიყვანთ მაშინ. ოღონდ ჯინსებსა და მაისურში ვიქნები. ისეთი ჩაცმული წამოვალ, როგორცაც მოვინდომებ. ჯინსები? ეგ ტრენდი 90-იანებშიც კი დაძველდა. ეგ ხომ საქველმოქმედო ორგანიზაციაა, სულ ერთი არ არის, რამეც მევა. მაგრამ ძვირფასო ხომ ვიცი, რომ ჯინსები კოვბოებისთვის შეიქმნა. ჩვენ როგორც ფონდში შემავალი ადამიანები, ელეგანტურად უნდა გამოვიყურებოდეთ. გასაგები ამბობთ, რომ გამოვეწყო. ყველაფერი გააკეთე, რაც შეგიძლია. შეიძლება გადააჭარბო კიდეც და არ გადააჭარბო. გადავიფიქრე უკვე, არ მოვალ. არ მინდა, არ მოვალ. კარგი, რაც გინდა ის ჩაიცვი და მოდი. კარგად. ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. ამიერიდან ბლოგერი გავხდი. კარგად გამოვიდა. გამარჯობა. გირეკავთ რომ რაღაც გითხარათ. ახლა უკვე დაზუსტებით ვიცი რომ თქვენი ვაჟის სიკვდილში ალთექიმ ბოლათია დამნაშავე. ჩემი ყურით გავიგე მათი საუბარი. ჩანაწერს გამოგიგზავნით. კარგად ხართ? გახლავთ თან ვინმე? თუ მარტო ხართ? გთხოვთ თავი ხელში აიყვანეთ. გთხოვთ, დამშვიდდით. კარგი, გთხოვთ არიტიროთ. დროებით. ერდემ არავინ არ მოდის არყავის დასალევად. კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიდგეთ? შეგიძლია ვერ დაინახო ერთი ბეჭდიანი ადამიანი, მაგრამ როგორ შეიძლება ორი ვერ დაინახო, ეს ხომ უზრდელობაა. ტელეფონი რეკავს. მოიცადე რას აკეთებ? არ დაუშვა. დიახ, ქალბატონო სელინ, ლეილა, რომელ თათბირზე წავიდა სერკანი? ბატონი სერკანი თათბირზე არ წასულა, ედასთან წავიდა. მაგრამ ბატონეფეს პრესკონფერენცია ექნება. თქვენ არ იცოდით? არ ვიცოდი. მოვდივარ, ჩემს მოსვლამ და არ დაიწყო. კარგი, ახლა შევატყობინებ გუნდს. ეს რა არის, ასე რომ გვაჩვენებთ ხელებს? ერდემ ძალიან სასაცილო ბიჭი ხარ. შენი ჭკუით ფიფისთან დაინიშნე თუ რა ქენი? რას ამბობ მელო? ხო, ჩემი საცოლის წინაშე ასე ვილაპარაკობ. რომელი საცოლის წინაშე? ჩემი საცოლის წინაშე. ხო. შენ და ლეილა? მე. დაინიშნეთ? დაინიშნეთ? ზოგჯერ ადამიანი გვიან აფასებს იმას, ვინც მის გვერდით არის. მართო ჩემო. თანაც ისე რომ თავსაც ადებ? შოკში ვარ. ღმერთმა გაგაბედნიეროთ. მადლობა. ზუსტად ასე გაგაბედნიეროთ. კარგი. როცა ორი არანორმალური შეხვდა ერთმანეთს. კარგად იყავით. კარგად. კარგად. შეიძლება ითქვას, რომ ყავა უკვე დავლიე. რას აკეთებ?
ამ კვირაში შენ მომამზადებ ყავას. მომამზადებ. სერქან ბოლათივით მომამზადებ და მერე მასავით დავლევ. რა თქვა ქალბატონმა აიდანმა? რა უნდა? თქვა რომ უნდა რომ ფონდში გავყვე. მერთო ჩემო, მიშვილთან მორჩა და ახლა დედამ დაიწყო. არა, შვილთანაც არ მორჩა. ნეტა, ჯერენ. კეთილი იყოს. გამარჯობა, რას აკეთებთ? იცი და აიფერი ცნობილი რომ გახდა. რა? ის გავხდი. ინფლუენსერი. რა ქვია? ინფლუენსერი თუ რაღაც? მაჩვენეთ. დაუაიფერ. ამიერიდან შენ დაგელაპარაკები. შენ ბევრი გამომწერი ყავს, მათ კი ცოტა. ჩემთვის სულ ერთია. სწორი გადაწყვეტილებაა. მე რომ ნახავ სიტყვის, მე რატომ ვერ გავხდიო? რამდენ ამას გეტყვის? მელო ვინ არის? არ ვიცნობ მას, არ ვიცნობ. როგორც მივხვდი, მაღალი საზოგადოების ოჯახებმა გამოგიწერეს. იმიტომ რომ ეს ოჯახი ფერითის ასგავს. ასე არ არის? დიახ. ის კი ფერითია, არა? მოგესალმებით. გამარჯობა. როგორ ხართ? სალამი ფერით. კეთილი იყოს ფერით. მადლობა. ქალბატონ აიფერ მოვედი რომ მადლობა გადამეხადა კერძებისთვის. არაფრის ჩაის დალევ? არა მადლობა, სიმართლე გითხრათ მადლობის გადასახდელად მოვედი. და კიდევ. არ გაბედო. ახლავე შეინახე. რამდენიმე წასახემსი მომამზადე, ესე როგორ შეიძლება? მე დაგაძალეთ რომ აიღოთ, თქვენ კი არა, აიღეთ. მაშინ ასე მოვიქცეთ. როგორმე ვახშამს და დაგპატიჟებთ და ასე გავსორდებით. კარგი იდეაა, თანახმავარ. შევთანხმდით. თქვენის ნებართვით მაშინ მე წავალ აღარ შეგაყოვნებთ. ჯერენ შეგიძლია 2 წამით მოხვიდე. არასთან დაკავშირებით. სამსახურთან. პირადი სიტუაცია სამსახურთან დაკავშირებით. კარგი, იქით ვილაპარაკოთ. ნახვამდის. დროებით. კარგი, მეც გავიქეცი. საით? ფონდში. მართალია. სეირნობა ფონდებში ქალბატონ აიდანთან ერთად. იქნებ ცოტა დრო ჩვენთანაც გაატაროთ ქალბატონოედა. მე ხომ არ გაინტერესებდი, ცოტა გამომწერი მყავს. ჩემთან ერთად თუ ივლის, შენც მოგემატება გამომწერები ძვირფასო. მიდი დროებით. მასია. არა მოგივიდა დაუაიფერ. გეფიცები არ ვიცი. ცნობადობამ გამაფუჭა. ვერ გამომკლავდები ამას. მინდოდა მეთქვა, საქმეები თუ არ გაქვს, იქნებ საღამო სავახშმო წავიდეთ. კარგი. მართლა? მართლა, აღარ ვიჭირვეულებ. კარგი მაშინ. რაზე ჩურჩულებენ იქ? ბევრი კაცი გვინახავს აქ საქმეზე მოსული. კარგი, შეხვედრამდე. მადლობა. კარგად იყავით. ქალბატონო სელინ. სიამოვამზადე, რომელიც გინდოდათ. უცებ გეტყვით, 2002 წელს ჩვენმა კომპანიამ 20 მშენებლობა განახორციელა, 30 საერთო პროექტზე მუშაობდა. 15 პროექტი კონტრაქტორებს გადასცა. მადლობა ლეილა, ყველა დეტალი დაწერე? დიახ, რა თქმა უნდა. პრესკონფერენცია მალე დაიწყება. ვერ ვიჯერებ მართლა. ბრძანებებსაც ვიღებთ ბატონისგან. მაშინ ამას თქვენს კაბინეტში დავტოვებ. კარგი. ისე არ მოხდეს როგორც წინაზე. აი სერგან ბოლათიც. ციძე. მინდა და მეთქვა, რა უნდა აქ სერგან ბოლათს. ედა აქ არის? რისთვის ეძებ? უნდა დაველაპარაკო. არ ვიცით სად არის. გავიდა. როგორ თუ გავიდა? მანამდე ოფისიდან წავიდა. ახლა კი აქედან წავიდა. როგორი წასვლა შვებია ამ გოგოს. კარგი, როცა ნახავთ გადაეცით რომ მას ვეძებ. კარგი? ვეტყვით, აბა რა? კიდევ დიდხანს მოგიწევს მისი ძებნა. გისმენენგინ. სერგან, ზადერის. ეფეთან ახმა. პრესკონფერენციას ჩაატარებს და შეცდომას აღიარებს. ჩვენერია. მოდი ხარ? არა, ვერ მავალ. სელენ შეტყობინა მაგაუგზავნე. ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც მე უთხარი, კარგი? სად ხარ ძმაო? ედას ვეძებ. როგორ თუ ეძებ? უნდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ გაქრა.
ისეთ ადგილებში ნახე, რომლებიც თავში არ მოგივა. რას ამბობ ენგილ? უცნაურ შევას მაძლევ. დამეჯერე, ქალები ასეთები არიან. ისეთ ადგილებში შეიძლება იპოვა, რომლებიც აზრადაც არ მოგივა. მიდი კარგად. ენგი რა ხდება? ახლა პრესკონფერენცია იქნება, მე კი ბოლო წუთს ვიგებ. სერკანს ვერ ველაპარაკები, უბრალოდ მწერს რა გავაკეთო. ხო მიცი, ხედავ სელენ, რომ ყველაფერი აირია. ანუ შენ არ გიკავშირდება ეგ. ხვდები რომ ყველაფერი აირია, მაგრამ ჩემს საქმეს ვერ ვასრულებ. ვერ ხვდები ის რომ სერკანი ედასთან წავიდა, როგორღაც თათბირს უკავშირდება? სელენ ჯობს საერთოდ არ შეეხო თემას, შენ საქმეს მიხედე და ივიწყე. ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ. გისმენებე. სერკან ვიცი რომ ეს პრესკონფერენცია შენ მოაწყე. ჩემზე შურისძიება თუ გინდა, მაშინ შენ სადგილას რომ ყოფილიყავი, ყველაფერს ახსნედი. ეგ არის სიტყვის გასობა. ასეთ საქციელს ველე ჩემი პარტნიორისგან. თუ ეს პრობლემას მოაგვარებს, მაშინ გავაკეთებ. დარწმუნებული იყავი. არც მე არ მიყვარს პრობლემა და ნებისმიერ შემთხვევაში ვაგვარებ ამ მსგავს პრობლემას. საინტერესოა, რატომ მოინდომა სერკანმა ედასთან დალაპარაკება? ყვავილებმა, რომლებიც გაუგზავნეთ, იმუშავეს? თუ იმუშავეს, რა აზრი აქვს მაინც? ორანჟერიაში მოვიდა და ნახა, რომ ედა არ არის. ახლა სახლში მიდის. ედა სახლშია. დროულად მოვიფიქრეთ ფარული თაყვანისმცემელი. წარმოიდგინე, სერკანი მივა და კართან სიმპათიური კაცი დგას. რაღაცას გიყვები აქ, შავგრამანო. რაღაც ეშმაკობა მოვიფიქრეთ სხვათა შორის. მეხმეთ ედას სახლთან წადი და მის თაყვანისმცემლად გაასაღე თავი. ვიცი რომ მაზა შეყვარებული არ ხარ მეხმეთ, თავი მოიკატუნე მეთქი. წადი სერენა დაუმღერე, შეეხვეწე, არ ვიცი რამე გააკეთე. მე რა გავაკეთო მეხმეთ? ახლა ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ხარ აქვე ახლოში. უთხარი, თუ არ წავა სამსახურიდან გაუშვებ. თუ არ წახვალ სამსახურიდან გაგიშვებ. გაფრინდი მეხმეთ, გაფრინდი. მიფრინავს? თელი ძალით. შავგრემანო, მე რომ მქონოდა შენი მუქარის ძალის ნახევარი, მაინც ამ სამყაროს მმართველი გავხდებოდი. როგორ? მე კარგი ყნოსვაც მაქვს. წარმოიდგინე უბრალოდ. არა, წარმოიდგინე. მართლა წარმოიდგინე. მეხმეთ, როგორ ხარ? ედე მეყვარხარ. მეხმეთ, რას აკეთებ ადექი? შენზე შეყვარებული ვარ, ედა, შეყვარებული ვარ ძალიან. გიჟივით მეყვარხარ. რა სიყვარული, ნუ სულელობ. შეყვარებული ყავს. წადი და ის შეიყვარე. ედა ლამაზი ხარ, შენი დაღფრთოვანებული ვარ, ედა. მართლა მაბრაზებ, ახლა დაგარტყამ. ადექი. რა ვქნა, ედა? ფიფიმ დამირეკა და მითხრა, თაყვანისმცემლის როლი მეთამაშა, რა ვქნა? სად არის არანორმალური? მეხმეთ, დაიჩოქე, მუხზე დაიჩოქე. სიყვარული ამეხსენი. სიყვარული აგიხსნა? ხო, ჟესტიკულაციებით სიყვარული ამეხსენი. ედა ჩემმა შეყვარებულმა რომ დამინახოს მომკლავს. ახლა რა გავაკეთო? ფიფი პერფულს იხდის, მაგრამ ყველა ბინძურ საქმეს მე მაკეთებინებს. გავაგრძელო? გააგრძელე. მე შენ მეყვარხარ, ედა. მე შენ ძალიან მეყვარხარ, უშენოდ ვერ სუნთქავ. კარგი, გაჩუმდი და აქეთ მოდი. რა ვქნა? ახლა იცი რას ვიზამთ, თავი მოვიკატუნოთ, თითქოს ძალიან გაგიხარდა. კარგი? ხელებით აკეთე ჟესტიკულაციები. მიხარია. ვნახოთ, ახლა კი წადი პირდაპირ. და მოიხედე ხოლმე უკან, მე მიყურე. ეს ვინ არის? დაკითხვას მიწყობ? ვინ არის მეთქი? უბნელი მეგობარი. უბნელი მეგობარი? და ჩაკუზული რას აკეთებდა? სერგან ძალიან ბევრი საქმე მაქვს და მეჩქარება. ედა. კარგი? ანუ გინდა რომ გაერთოლო? ეფე კამერები მზად არის, შენც თუ მზად ხარ, შეგვიძლია დავიწყოთ. ყველას მოგესალმებით. მე ეფე აკმანი ვარ. კაფეშოუების მამოში სარემონტო სამუშაოების დროს ჩამონგრეული სახურავი. არ არის არტ-ლაიფის და მათი თანამშრომლების ბრალი. ეს შეცდომა თალიანად ჩემია. ყველას პატიება მინდა ვთხოვო ამის გამო. Herkesten özür diliyorum bunun için.
ჯანმრთელობა შენს ხელებს, პიპი. დიდებული ხარ. ქალბატონმა სელინმა მთხოვა მაშინვე მისთვის ჩამეგდო. მე კი ვარ დიდებული, მაგრამ ჩემს პატარა კითხვასაც ვერ გაეცი პასუხი მელო. რომას? სიბნელის დედოფალს გულისხმობ? ახლავე მოგიყვები. ბეჭდის საქმე ასე იყო. როგორც უკვე მიხვდი. ოღონდ შენ არ გეხებოდა. თურმე ლეილა და ერდემი დაინიშნენ. წარმოუდგენელია, არა? როცა მივხვდი, რომ შენ არ გეხებოდა, თავიდან ამომივარდა. რა შუაში ერდემი და ლეილა? რაღაც სისულელია. არ თქვა, მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ ერდემის სისულელეებია. დაივიწყე. მორჩა, ესეც გავაკეთეთ. ამასაც მოვჩით. დიახ, ქალბატონო სელინ. დღემშვიდობისა. ყველა წერილი გავგზავნე, რაც გასაგზავნი იყო. თქვენი ხვალინდელი დღეც დავგეგმე. გნებავთ კიდევ ჩემგარამე. კიდევ არის რამე გასაკეთებელი? სინამდვილეში არის. ახლავე ჩაგიგდებ პოსტაზე წერილს. შეგიძლია შეაგროვო და გამომიგზავნო 2002 წლის ახალი ამბები იმ კომპანიებზე, რომლებიც დოსიეში წერია. ოღონდ მთელი ღამე მოგიწევს მუშაობა. დიახ, რას ამბობთ? ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური. კარგი დროებით. კარგად იყავით. ოღონდ არც ისე რომ მთელი ღამე ვიმუშაო. ადამიანმა განცხადება გააკეთა. ბოდიშიც მოიხადა. ძალიან გამიგვირდა. თუმცა იმან უფრო გამოკვირვა, რომ სერქანი ამით არ დაინტერესდა. არ დაინტერესდა, იმიტომ რომ მე გამომიგზავნა შეტყობინება. თხოვო, რომ განცხადება სინქრონულად ეთარგმნათ და ევროპულ პრესაში გაეშვათ. ახლა მთელი განცხადება ევროპაშია. აბარა. ეფეს ხომ არავინ არ იცნობს ახ თურქეთში. მან ის ევროპაში შეერწყვინა. ღმერთო, როგორი აფთარია. ჩვენთვისაც რომ ეთქვარისი გაკეთება უნდა, ჩვენც გვეცოდინებოდა რას ვაკეთებთ. ეს ჩვენი სერქანია.